ჩვენ დღეს შევიტანეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ჩემი უფლებამოსილების უკანონო შეწყვეტას ეხება. მე მინდა საზოგადოებას განვმარტო ამ სარჩელის მიზანი. ამ სარჩელის მიზანი არანაირად არ არის და ჩემი სურვილიც ბუნებრივი არანაირად არ არის ის, რომ მე მერის ოფისში დავბრუნდე. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც 5-10 თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მერებსა და გამგებლებს. მიზანი ამ სარჩელის არის გაცილებით უფრო ფართო და ის არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე და ბუნებრივი არჩევამდე. კერძოდ, ამ სარჩელით ჩვენ გვინდა დავამსხვრევთ ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ის ტენდენცია, რომელიც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შექმნა. კერძოდ ის, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც არ მოეწონება ნებისმიერ რაიონში თუ ქალაქში არჩეული გამგებელი, მას შეეძლოს სასამართლოს გამოყენებით ჩამოაშოროს ის არჩეული თანამდებობის პირი თავის თანამდებობას და შემდეგ წლების მანძილზე ამ თანამდებობის პირმა ამტკიცოს თავის უდანაშაულობა იმის მაგივრად, რომ შეასრულოს ის დანაპირები, რაც ხალხმა მას გამოუცხადა არჩევნების შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თვითმმართველობის განვითარებაზე, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვაპირებთ ავირჩიოთ ყველა მერი და ყველა გამგებელი პირდაპირ წესით, ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი თავის ქმედებაში და ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ხალხთან და ასეთი ქმედებით პრაქტიკულად მათ არჩევითობას უსმევთ ხაზს. მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა მთავრობას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, გაუქრეს სურვილი თავისი პოლიტიკური ოპონენტი სასამართლოს ხელით და სასამართლოს საშუალებით დაჩაგროს და დასაჯოს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, იმიტომ რომ თუნდაც ჩემ შემთხვევაში კარგად გამოჩნდა, რომ სასამართლოს საშუალებით დღევანდელმა საქართველოს მთავრობამ თავისი პოლიტიკური ოპონენტი, არჩეული პოლიტიკური ოპონენტი მოიშორა თავიდან. ამიტომ ჩვენი მიზანი არ დადის რომელიმე პერსონაზე, ჩვენი მიზანი დადის იქამდე და ჩვენი სარჩელის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სასამართლო არ იყოს პოლიტიკოსების დაპირისპირების ადგილი. სასამართლო იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების ადგილი და პოლიტიკოსებმა თავიანთი დავა თუ ოპონირება გადაიტანონ პოლიტიკურ სივრცეში. მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ფართოდ შეხედავს ამ პრობლემას. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ არჩეული მერი საერთოდ არ შეიძლება იყოს გადაყენებული. არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის, მაგრამ არჩეული თანამდებობის პირის გადაყენების სტანდარტი არ უნდა იყოს ის, რა სტანდარტიც გამოიყენა საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ. როდესაც ღამის პირველ საათზე მხარეების მონაწილეობის გარეშე მოხდა არგუმენტების გაცნობის გარეშე მოხდა არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება. ჩვენ თუ ეს პრეცედენტი დღესვე არ მოვკალით, ხვალ და ზეგ ეს პრეცედენტი პრაქტიკა გახდება და შემდეგ უკვე საერთოდ დასამარდება საქართველოში თვითმმართველობა.